რა ვიცი, როგორ ყველას უჭერს. ხალხო მოგესალმები და მინდა გითხრათ, რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და კარგი სტუმარი ყავს, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ისეთი, ბიუჯეტურად ამ ყარი სამინისტროს პირველი პირი გახლავთ ჩვენი სტუმარი ბატონი დავით სერგეევი, გულწრფელად გეუბნები დავით ბატონო, მახარებსო თქვენ ჩემი სტუმარი ბრძანდებით და ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ გასულ კვირას უნდა ყოფილიყავით ჩვენთან და აი ამ ტრაგიკულმა ავღანურმა დრამამ გადმოგვაწევინა და მე მინდა დაგიფიქსიროთ, რომ მე ეთერში როგორც კი განაცხადე, რომ თქვენ იქნებოდეთ ჩვენი სტუმარი, მართლა ათობით ადამიანი თავიანთი ბედით, თავიანთი პრობლემებით მოგვადგარ და მე აი უცბად წარმოვიდგინე, აქ რო ჩემთანამდე მოდის պետք է იქ რამდენი მივა. მართლა მძიმე და ესეთი მოდი თქვათ რა, აი წონადი და პრობლემური სამინისტრო ჩაიბარეთ თქვენ. შაშანდელი წელი ყველას გვახსოვს, შაშანდელში გულისხმობ 92 წლის ტრიუმფალური მსვლელობა იყო რაღაც ვირტუალურ საავადმყოფოებს ხსნიდა სააკაშვილი და მე ისიც კი მახსოვს, რომ ჩაცმულიც კი იყო იქ იმ საავადმყოფოში. მემკვიდრეობა მართლა საშინელება იყო და ყველაზე მთავარი ახლა მე ეკონომისტი გახლავარ და პირდაპირ გეტყვით, ჩემს სუბიექტური აზრი არის, როდესაც პირველადი ჯანდაცვა, ესე ვთქვათ, ხაერშია გამოკიდებული და იყიდება, იქ ჯანდაცვა თავდება. რა გაგდგეთ მაშინ, რას აპირებთ და მე ახლა ცნობილი სქემა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომ პროფილაქტიკაზე გადაიტანეთ აქცენტიო. მოდით აი რეტროსპექტიულად აგვიხსენით, რა სტრატეგია გაქვთ, რას აპირებთ, დამერწმუნეთ ძალიან ბევრი და ბევრი მაყურებელი გიყურებდა, მოდით შევუთანხმდეთ მაყურებლებს, რომ აი 10:09-ისთვის რეკლამის შემდგომ დაგითხოვთ 5-6 კაცს ეთერს და თქვენი შეკითხვები დაუსვით თქვენს მინისტრს. დიდი მადლობა რომ გესტუმრეთ და მართლა მადლობელი ვარ ბატონი ბიზნესი რომ შევძელით კომუნიკაცია. ვიცი რომ ბევრი პრობლემები გაქვთ, მაგრამ უკვე 7 თვე არის მინისტრი ხართ. მეტნაკლებად ალბათ უკვე დაალაგების ფაზაში ხარ და რა ყოფაშია ქართული ჯანდაცვა, მე მგონი მილიარდამდე ბიუჯეტი გაქვთ. ვიცი რომ იქ ასე თქვა სოციალური პრობლემატიკაზეა ძირითადი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ზრუნვის აქცენტირება იგრძნობა ბიუჯეტში თქვენი სამინისტროსადმი. მადლობა და გისმენთ. სამშვიდობისა მოგესალმებით. პირველ რიგში ახლა წუხვალ რომ შვედის განმავლობაში ვერ მოვახერხე თქვენთან სტუმრობა, მაგრამ მე თქვენ ადგილას ესე ვიზავდი. ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს. რა შეეხება რეტროსპექტივას, მართლა რთული იქნება, რომ ყველა ძირითადი მიმართულება მოყვე, ამიტომ რაც თქვენ ძალიან თან პირველად ჯანდაცვაზე. პირველადი ჯანდაცვა იმ სახით, რომელთაც უნდა არსებობდეს რაღაც მინიმალური მოთხოვნები, რეალურად არ არსებობს და ეს არ არის ისეთი ლიტონის სიტყვები, რეალურად არ არსებობს ინდიკატორები, მოთხოვნები და რაღაც საპასპორტო მონაცემები, რას უნდა აკმაყოფილებდეს ეს მინიმალური ჯანდაცვის, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები. აი ახლა მუშაობთ და იმედი მაქვს, რომ რამოდენიმე დღეში გვექნება. აღწერა ამისი შეიძლება შორს აგვიყვანოს აღწერა, რა მნიშვნელობა აქვს პირველად ჯანდაცვას. ეს არის ჭიშკარი პირველი შეხება პაციენტთან და ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ აქ არ არის მარტო ინფრასტრუქტურული პრობლემები, თუმცა ეს არის დღეს პირველი რიგის ამოცანა, რასთანაც გვიწევს ასე ვთქვათ შეხება და ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროდ ვერ მოხდა იმისი გააზრება, რომ ჯანდაცვითი ობიექტები განსხვავდება დაუშვათ არ ვიცი ქარხნისგან ან რაიმე სხვა საწარმოსგან და მასთან სხვანაირი მიდგომა უნდა იყოს, უნდა გათვალო რა მოყვება ამას. მოყვა ის რომ ფაქტობრივად პერმანენტული პრობლემები გვაქვს და ეხლა სპეციალური სამსახური შევქმნით ამისათვის მრჩეველს ნიშნავთ ახლა უახლოეს დღეებში, რომელიც უკვე კოორდინირებულად დაკავდება ამ თემით. იქამდე დეკემბერში შევქმნით ჩემი ინიციატივით სახელმწიფო კომისია, სამთავრობო კომისია, რომელიც შეისწავლიდა ესეთ თემებს. ესეთ თემა ბევრია, ესეთ თემა არის 1555, ამდენი სამედიცინო დაწესებულება არის საქართველოში და აქედან ალბათ იქნება 5 ან 10, რომელსაც ესეთ სახის პრობლემა არ აქვს. დანარჩენთან უწყვეტად არის ესეთი ქონებრივი დავები. ნაწილი მოგვარდა, სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ნაწილი მცირე ნაწილია და იმედი მაქვს, რომ ამას მოვაგვაროთ, უბრალოდ ამას დრო ჭირდება, დროითი რესურსები ჭირდება. ხე როგორ წარმოგიდგენიათ, აი თუნდაც 2 წლის შემდგომ აი საქართველოს ჯანდაცვის რა სისტემაზე გადავალთ? მე ესე წარმოვიდგენია და ეს ჩემი წარმოდგენა რეალიზებული არის უკვე სტრატეგიულ გეგმაში, რომელსაც გავლილი აქვს ექსპერტიზა ამ დარგის
წამყვანი ექსპერტების, რომ ეს უნდა იყოს ჯანდაცვა, როდესაც თითოეული სამედიცინო დაწესებულება იქნება კოორდინირებულ ურთიერთობაში ერთმანეთთან, რას ნიშნავს ეს, რომ პაციენტს გადაუდებელ შემთხვევაში, რომ არ უნდა ატარონ, ასე ვთქვათ, კარდა ყველა მიქ თავისი არ დაატოვებიოს ამ პაციენტს რეალურად წუთები და რეალურად ჯანმრთელობა. ანუ ერთიანი ინტეგრირებული სისტემა, როდესაც არსებობს ხარისხის კონტროლი, ხარისხის ტოტალური მენეჯმენტი და როდესაც არსებობს განფასების ერთიანი ინტეგრალური სისტემა. ანუ ღირებულება არ არის დამოკიდებული იმაზე, ვის როგორი კალმისტარი აქვს და რამდენ მოუსწავლდება. აი, დავით, მოდით რა, მე პატისხებ, გულწრფელად გეუბნებით, თუკი აი ამ ემაში, რა ქვია, ეგრეთ წოდებულ მთავრობაში, თუკი სიმპათიები ვინმესადმი გამაჩნია, პირველ რიგში თქვენ და მე გამაჩნია, ამას ოფიციალურად გიფიქსირებთ. ყველაზე რთული სეგმენტი ჩვენი მეურნეობისა, თქვენ ახართ, თქვენ მეურნეობის პეშა. მარტივი ქართულენით ვესაუბროთ ხალხთან, მართა გეუბნებით, ჯობია რომ დამარტებად აუხსნათ ადამიანებს. ფაქტი არის, ბიძინა რითი მოვიდეთ, სამართლიანობით და მის ფესნობერში უზის ეთყობა ამ კაცს აი სოციალური სამართლიანობის განცდა. და ძალიან ბევრი გაჭირვებული ხალხს. ხალხს ფული არ აქვს, მე ახლა ვითომ არ უნდა მიჭირდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯანდაცვა ჩემი ჯანმრთელობისთვის, მე რომ მივხედო ყველაფერს, რაც ჭირს, ძალიან ბევრი ფული დამიშტე. ჩემზე გადაქცეული ათასები და მილიონებიც კი არიან საქართველოში. გაჭირვებულ ხალხზე ორიენტირება ამ მთავრობის პოლიტიკა არის. აი, უფულ ადამიანი იქნება თუ არა რაღაცა დოზით უზრუნველყოფილი ჯანდაცვის მომსახურებით და სპეციალურად შეგახსენეთ თქვენ აი მსოფლიო ორგანიზაციას სულ რეკომენდაციებს აძლევდა ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობასაც რომ პროფილაქტიკაში ჩადევით ფული რომ ნაკლები დაგეხარჯავთო. აი მარტივი ქართული ენით არ გვინდა მეცნიერული ტერმინებით ესე ვთქვათ გამაგრება თქვენი ხედვის აი 60 თუ 70% ამოშევარი. მე გიამყავდა გაჩეჩილაძე მწვანეების ლიდერი და 85% ფული არ აქვს რომ კბილზე იმკურნალოს. დაქცეულია ესე იგი ეკონომიკა. ღარიბზე ღარიბი ნაცია ვარ. მე მგონი იმის შემდგომ მოლდავეთის შემდგომ ყველაზე ღარიბები ჩვენავთ ევროპაში. რა შეუძლია ბიუჯეტს? თქვენ ხო ფაქტურად ბიუჯეტზე ხარ დამოკიდებული. აი რამდენს გავწყდებით რომ აი ღარიბებმა კომუნალობის ელემენტარული რაღაცა პროცედურა გაიარონ. ესაა მთავარი პრობლემა მე მგონი დღეს საქართველოში. აგით მოდით მაშინ ესე მივუყვეთ ეტაპებად და საფეხურებად პირველი რაც თქვენ აღნიშნეთ ეს არის მისდომადობა რომ ადამიანებს არ აქვთ მარტივად თქვათ ექიმთან მისასვლელი ფული. მე ამ სიტყვაში გრამატიკა შევცვლიდი და ვიტყოდი არ გქონდათ შესაძლებლობა მისულიყვენ ექიმთან. 28 თებერვლის მერე საქართველოში მცხოვრები ადამიანების 100%-ს შეუძლია ეს და ამაზე უკვე ზრუნავს სახელმწიფო. ეს უკვე დაიწყო და 20 დღეში პირველი გაფართოების ნაბიჯს გადადგამს. ანუ აღარ არის ესე რომ ადამიანს საქართველოში უფულობის გამო ექიმთან მისვლა არ შეეძლოს და ეს უკვე 28 თებერვლიდან აღარ არის. მას შემდეგ რაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა. ეს არის მოიცვა ამან 2 მილიონი ადამიანი. ანუ ისინი ვინც არ იყვენ იქამდე დაზღვეულები. დღეს მდგომარეობით იგივე პირველად ჯანდაცვასთან მისდომადობა არის 100% და ულიმიტო და გადაუდებელი მდგომარეობების მართვა არის 100%, მაგრამ გარკვეული თანხის ლიმინტი. გადაუდებელზე აი დავშვათ აი ავარიის შემდეგ ან იქ ფაქტია რომ მიიღებენ უპატრონებენ. ნებისმიერი გადაუდებელი მდგომარეობა რამაც შეიძლება უახლოესი დღეების განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის ორგანოს ან კიდურის დაკარგვა. ეს უკვე აიღო ჯანდაცვა. 28 თებერვლიდან სახელმწიფო ზრუნავს ამაზე. საქართველოს მოსახლეობის 100% ამითი მოწმობა. აი დილეტანტ სცენაზე მინდა გესაუბროთ, იმიტომ რომ ამ საქმეში მართლა დილეტანტი ვარ. საერთოდ ეს ჯანდაცვა მეტი დაზღვევას ვერ ვიტან, მე მგონია რომ აი ყველა სადაზღვევო კანტორა, თაღლითების კანტორა და ნეგატიურად ვარ მადლამე ნაწყობილი. აი ჩემს წელის ტკივილის სჭირდა. ნუ საშინელი ტკივილები ქონდა და ნუ გადავწყვეტა დღამე მე და ჩემო მეუღლე რომ დილად წავიყვარ ედგეზე გავასიჯინებდეთ. მივედი და აი არც ვიცოდი მე ეს ტექნოლოგია გამერკვია რა თურმე მალების მოტეხილობა ქონია. ხო და სხვაჭრეზე დაგებით მოეკიდა ეს რესპუბლიკური საავადმყოფოს უკარო რაღაც საავადმყოფო არც ვიცი რა ქვია საავადმყოფოს კარგი ბიჭი იყო იქ რენტგენოლოგი. მე არც ვიცოდი რომ თურმე ხერხემალი სულում გადაიყო 130 თუ 180 ვარიჯდებოდა და მე ხვდები რომ ქვედა ნაწილში აქვს ეს სიდას პრობლემა და ქვედას გადავიხდი ყველას
არა, საჭირო გადახდაო, დამიჯერე ქვევით ეკნებოდა, თურმე ქვედა სამი მალი ქონია მოტეხილი. აი მე არც ვიცოდი, იცი, ახლა ეს ამ ბატონმა გამომიწერა, ისაო მალები აქვსო და შემდეგ და ნუ ავტომატურად წავედი და გადავიხადე. აი რეალურად ვისაც ფული არ აქვს, რა უნდა გააკეთოს მას აი დაუშვათ ის საავადმყოფო უფასოდ გადაუღებდა რენტგენს? ანუ აი დაზღვევა იმუშავებდა ამ შემთხვევაში? კი, ამ შემთხვევაში იმუშავებდა. მე აი ამ წრეს რომ მივყვეთ ახლა. თქვენ გადაწყვეტეთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაგიღოთ რენტგენი. მე ვიცოდი, რომ ეს არ არის კარგი ცხოვრებისგან, ასე ვთქვათ. ანუ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რენტგენი ჭირდება თუ რაიმე სხვა გამოკვლევა. პირველ რიგში უთხრა ერთმა, რომ მე მგონიო რენტგენი წელი უნდა გადაიღო. ბაჭო, შემეშალა და შენ წავიყვანეთ ეხოსკოპიაზე. მეორე სართულზე იყო ეხოსკოპია, 30 წელი გადავიხადა. ეხოსკოპა გითხრა ადითო ზევით წავიდა. რა შესაქმე რა, სანამ გადაიღებდით იქამდე გეთახმებით. ეს პირველად ოჯახის ექიმთან უნდა მიხვიდეთ. ან თუ არის ღამე, არასამუშაო დღეები, უნდა მიხვიდეთ მიმღებ განყოფილებაში. ექიმა უნდა განსაზღვროს იქ რენტგენია საჭირო თუ რაიმე სხვა. აი უფულო კაცი, აი რა გზაობი უნდა გაევლო უფულო კაცი. უფულო კაცი შეუძლია ნებისმიერ პოლიცია უნდა ეჩვენებინა? არ უნდა ეჩვენებინა 28 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც არ უნდა იყოს ადამიანი. და განუვითარდა რაღაც წელი ადგილდა იმპაქტი და ემაც ავარიაში მოყვა. ნებისმიერი გადაუდებელი მდგომარეობა. შეუძლია მივიდეს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მისი არჩევანი არის. უახლოესი რომელიც მოეწონება. არანაირი პოლიციის ფლობა არ არის ამისთვის საჭირო, საკმარისია პირადობის მოწმობა. და რეგისტრაცია ხდება მონაცემთა ბაზით. ჩვენ გვაქვს ნახევარსაათში უკვე მონაცემები ამის შესახებ. დახმარებას აღმოუჩენენ მთელი ფართით, სპექტრით რაც ნამდვილად ეს ხდება და რა კარგია დღესია. აი ზოგადად კარგია და თქვენი 20 დღიდან ბიუჯეტი უფინანსებს აი ამ პირველად სასწრაფო ესე ვთქვათ გასაჯვერს და ამავდროულად. დიახ, 28 თებერვლიდან ეს ხდება და 1 ივლისიდან ამას დაემატება უკვე გეგმიური ჩარევებიც. აქამდე იყო მარტო პირველადი ჯანდაცვის ექიმი და გადაუდებელი მდგომარეობა. აი 20 დღეში დაემატება უკვე გეგმიურიც. და ეს ვრცელდება საქართველოს მოსახლეობის 100%-ზე. არც ერთი ადამიანი არ არის ეს. რამდენი გიждდებათ აი ეს რომ ყველა მივიდეს. ალბათ კოეფიციენტი გექნება თუ ერთჯერადად რამდენი ადამიანი მიდის საავადმყოფოში და სულ ბიუჯეტიდან აი ზუსტად აი ამ პროცედურისთვის რამდენია გამოყოფილი? მოგახსენეთ, სრული ბიუჯეტი სამილიარდზე არის 2.4 მილიარდი. აქედან უდიდესი ნაწილი 1.7 არის პენსიები. სუფთა ჯანდაცვის ბიუჯეტი არის 635 მილიონი. შედარებისთვის ცოტა ქონიათ. შედარებისთვის შარშან ეს ციფრი იყო 274. შარშანელი აყავი ვიცით ვის ხარჯზე იყო. ნუ არის ხოლმე. აი ამ 635 მილიონიდან იმაზე რომ ნებისმიერმა ავადმყოფმა უფასოდ გაიაროს უკურნალობა რამდენია გამოყოფილი? 80-60. აქედან არის 505 მილიონი სწორედ ამ საქმესთვის გამოყოფილი და დანარჩენი არის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო. ანუ თუ ადამიანს აქვს დაუშვათ ტუბერკულოზი, დიაბეტი, იშვიათი დაავადებები, უკვე კონკრეტულად პროგრამულად ზრუნავთ მათზე. ამისი დაფინანსება კიდე ცალკე არის. ამაზე 500 მილიონს იდებ თქვენ კაცო. დიახ. რა ძვირი ხდება ესე? ძვირია, დიახ, ძვირია. საოცარი თანხებია, საოცარი. აქ ჩემთან აი ეგას უყირას ბიზინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ ვიღებთ პროგრამა, გოთ მან თქვა. რომ აი ტუბერკულოზი მეტი, ჰეპატიტს ყველა ჩვენ გამხურნავთო ციხეებშიო. ეს ფანტასტიკური ხარჯები იქნება. მე მახსოვს ერთხელ სოზას უარი ყვებოდა ჩემთან, რომ 15-16,000 დოლარი ჯდებაო და სად გვაქვს ამდენი ფულიო. აი როცა სახალხო დამცველი იყო. შევძლებთ რომ აი ყველა ჰეპატიტიანს თანხები გადაუხადოთ? მთელი საქართველოს მასშტაბით ეს ამ ეტაპზე გადაჭერდება ციხეებში. კი, გაკეთდა მშვენიერი პროექტი, სადაც დათვლილი იქნა ზუსტად ეს ყველაფერი. გაკეთდა ესეთი ინოვაციური ნაბიჯი, ანუ ისინი უკვე ახერხებენ და საბაზრო ფასის ნახევარი ღირებულებით მკურნალობენ საჯილასურობაში. ანუ ცხადია რომ ეგ პოპულაცია საბედნიეროდ ბევრად ნაკლებია, ვიდრე მთელი საქართველოს მოსახლეობა, ხო? ამიტომ მასშტაბები უფრო ნაკლებია, მაგრამ 9,000 ახლა ალბათ 2-3,000 იქნება ჰეპატიტიანი. ჯამში მკურნალობას რო დაექვემდებაროს, ესეთი არის 500 ადამიანი.
თავისი მეტი არ არის სახელებში. არა, ნუ დასნებოვნებული უფრო მეტია, მაგრამ აქ ყველას კურნალობა არ ჭირდება, ეგ თავისი კრიტერიუმები არის და ნუ 500 ადამიანის კურნალობაზე არის პირველ ეტაპზე. თუმცა ეს ბევრად უფრო ამას ჯანდაცვის სამინისტრო იხდის თუ საჯელახსრულების თავიანთი ბიუჯეტი აქვს, ანუ საჯელახსრულების სამეცნიერო სამსახური ცალკე სამსახურია, თუმცა თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა. თვითონ ხელს ხაჭავთ. მე არ ვიცოდი თუ 500 მილიონი მიდის, აი 2 მილიონი დადეს არა მგონი პოტენციურად. აი და 2 მილიარდი იხარჯება საქართველოში, იხარჯებოდა ჯანდაცვაზე. აქედან 70% იხარჯებოდა ჯიბიდან გადახდილი თანხა. ანუ ძალიან დიდი ნაწილი. ყველგან 300-400 მილიონი მოსახლეობა იხდება და ხო თქვენაი. თლიანად ჯერჯერობით რა თქმა უნდა ვერა, მაგრამ ნუ ეს უკვე დიდი ნაბიჯია ციფრები 274. ესე იგი მე თულა გადავიხადე იქ 100 ლარი არა? ესე იგი წესით შემეძლო რომ მომეთხოვა რომ 28 თებერვლამდე იყავით. არა, ეს ორი კვირის წინ იყავით. იგი შემეძლო რომ მეთქვა რომ რადგან ის კანონი უნდა მომეშველეებინა და არ უნდა გადამეხადა რა. ნუ ალბათ იქ განსაზღვრავდა. არა, ახლა მნიშვნელობა გასულასო თავარია გავიგეთ რომ სიდედი გადამიჩარა საერთოდ ვარს მისდის ეს კალი. რა მაინტერესებს კიდე დავით აი ანუ 635 და 500 მე მგონი 505 არის ჯანდაცვით. და ესე იგი 130 არა 130 მილიონი რაში იხარჯება. ეს არის სახელმწიფო პროგრამები, არის 12 სახეობის სახელმწიფო პროგრამა, ეგრეთ წოდებული ვერტიკალური პროგრამები, რომელიც არის უკვე მიზნობრივი, მაგალითად დიაბეტისადმი, მაგალითად ინფექციური სნეულებები, ცალკე ტუბერკულოზი, შიდსი, იშვიათი სნეულებები, თანდაყოლილი მანკები, აი ამისთვის არის ვერტიკალური, ესეც ჯანდაცვაში იხარჯება, ოღონდ განსხვავებული მოდელით. ეს ყველაფერი ხმარდება საქართველოს მოქალაქეების გამხდელობაში. აი, ასე 5 წუთი მჩება, მაგრამ ახლა გულის მომკვლელი არის დავით, მე არ ვიცი თქვენ ადრე თბილისში მე მგონი იქ მუშაობდით და აი წლებია ჩემთან, აი უფასოდ უშევ ხოლმე ოჯახები მოგვადგებოდნენ და აი ავათ არის ამდენია გადასახდელი საოპერაციო და უშვებდით უფასოდ მაგრამ დაეხმარეთ შეეწიე და არ ვიცი სტატისტიკა რამდენი არის ესეთი აი გადაუდებელი ოპერაცია ხმადაღებული უცხოეთში ოპერაციები მაღიზიანებს ძალიან შევძლებთ ჩვენ რომ აი რთული ოპერაციებიც კი აქ რომ გაკეთდეთ ეს და არ ვატაროთ იქ ორი ფასები რაღაც კოლოსალური ისაა ციფრები და ეს თქვენ არ გქონავთ ეს რომ აი ყველა ალბათ დარწმუნებულია ყველა მოდის და გთხოვთ თანხებს ოპერაციაზე ან თურქეთში ან გერმანიაში ამისთვის აი მე გეგმათ რო გაქვთ შემოშორებული. კი, რა თქმა უნდა, გვაქვს ხა ნუ რთული ოპერაციები, ანუ მარტივი პასუხი რო გაგცეთ კითხვაზე გეგმავთ თუ არა, პასუხი დადებითია, გეგმავთ და ამას განვახორციელებთ. ისე რა ჯდება, ესე აი საშუალო თქვენ თუ გაქვთ დათვლილი სტატისტიკა, აი 20 მილიონი უნდა 30, რამდენი მილიონი? მარტო ჯანდაცვის სამინისტრო თვეში იხდის 800.000-დან მილიონამდე საზღვარგარეთ მკურნალობაში და ამის 90% არის ონკოლოგია. ეს არის მარტო ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ჩვენ ვარაუდობთ ირიბ ინდიკატორებით, რომ ზოგადად 2-მდენი იქნება ის, რასაც უკვე სხვა წყაროებიდან ან თავისი პირდაპირ ახალ პირადი თანხმდებიდან 2 მილიონი თვეში გადის საჭირო. ესე იგი 20 მილიონად შეიძლება მოიხსნას ის პრობლემა, რომ საზღვარგარეთ არიარონ რა. თუკი ბიუჯეტი აი მარტო თანხა არ არის, აქ ამ თანხას გამოყენება უნდა და შესაბამისი ნუ მიწყენენ ჩემი კოლეგების შესაბამისი არა მარტო ინფრასტრუქტურა მეორადი არის, პირველი მაინც არის კადრები, რომლებიც წყვეტენ ყველაფერს. კაცო, რამე და დავით კითხვა და სამწუხაროდ იქნება რეკლამა. ძალიან მაინტერესებს მეზობლებთან როგორი ცხოვრება და ირანზე გადაცემას უყურებდი, დავით გავყიჟდი. ის ახმადინეჯანი ცოტა უცნაური კაცი კი არის და ძალიან თანხებს დებდათ რომ ჯანდაცვაში. და ირანის აბსოლუტურად ყველა ექიმს ინგლისური ცოდნია, სავალდებულოა თავისუფალი ცოდნა ინგლისურის და ესე იგი აი სადღაც ფერგეს დონეზე უკვე ჯანდაცვა ირანში. კოლოსალური თანხები ჩაუდიათ ჯანდაცვაში და აბსოლუტურად ყველა ესე ვთქვათ გასაზომი და გასასიჯი აპარატურას ჩვეულებრივ რეჟიმში ყიდულობენ და გერმანიიდან ყიდულობენ. ძალიან მაღალ დონეზე და მდიდარი ქვეყანა ირანი, ნავთობის და გაზის ქვეყანაა, მაგრამ მე გამიკვირდა რომ აბსოლუტურად ყველა კომპიუტერზე თავისუფლად მუშაობს და აბსოლუტურად ყველა ირანელი ექიმი
ინგლისურ თავისუფლად ფლობს. თქვენ მზენეთ რომ კადრების დონეა. ჩავდოთ ფული ამ ჩვენს იმაში, რა ქვია, სამედიცინო უნივერსიტეტში. რომ კადრები მოაზრდოთ. 5 წელიწადში იქნებიან მაღალი დონის კადრები. აქაც ისეთი მართალზან კონცეპტუალურად ეს აბსოლუტურად ექიმები გასა ჩამოვიყვანოთ პროფესორები ვასწავლოთ. იაფი დაждდება ჯამში, ჩვენ დაცვა. კონცეპტუალურად აბსოლუტურად სწორი ხედვა არის ამისი რა, ეგ ესეთ ბევარიანტად მოიაზრება. პირველ რიგში რა თქმა უნდა ადგილობრივი ჩვენი თანამოძმეები და თანამოქალაქეები უნდა გადავამზადოთ. ესე იგი თქვენ თქვით მაშინ რომ ეს პედაგოგების ისიც ასაკს გადაცემენ და ჩამორჩნენ. მაგრამ ასაკი არ არის საკადრო საკითხი არის ნებისმიერ მიმართულებით, როგორც ავადმყოფოში, ასევე უნივერსიტეტებში, ხო? ეხლა იმედია არ მეწყენენ და ობიექტურად შეხედავენ ამ ყველაფერს რა. ეს არის რა, ესე მარტივად 5 წლის განმავლობაში ეს ხანგრძლივი პროცესი არის და კი, ამ მიმართულებით, ერთ მაგალითს გეტყვით რა. დღეს მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია 20 ახალდამთავრებული ექიმი გაუშვათ გერმანიაში, ავსტრიაში, ისრაელში და იქ უფასოდ გაიარონ, დაუშვათ 2 წლიანი, 3 წლიანი გადამზადება. ვაკანსია უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე მოთხოვნა არის. ესე მარტივად არ არის, რომ ეხლა შეგვიძლია ამ წუთში 20 ადგილის გამოყოფა შეგვიძლია. მაგრამ აქ თავისი მოთხოვნები იგივე ენის ცოდნა და იგივე мотиваცია და იგივე იქ ძალიან კაცრი დისციპლინაა ესე მარტივად. შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება დავით ბატონო. შესაძლებელია კი, შესაძლებელი არის ცალსახად. მე კონკრეტული მე უბრალოდ არ ვიცი დროის ჩარჩო როგორი გვაქვს, მე კონკრეტული მიმართულებით შემიძლია გითხრათ, აი ყველაზე მწვავე პრიორიტეტული როგორ ვაპირებთ რა ვადებში, რა ხერხებით და ასე შემდეგ. აუცილებლად დაგეგმილი გაქვს და ამაზე მუშაობთ. რა თქმა უნდა, სხვანაირად ნებისმიერი ბიუჯეტის ზრდა იქნება, არაფერს პაციენტისთვის არაფერი, უფრო დიდარი ექიმი იქნება და უფრო ავადმყოფი. ასე ესე ჩვენთან არ არიან დიდარი ექიმები, არ ვიცი, მე კარის მეზობელი ყავს ზაღბავთ ისეთი მაღალი დონის სამყავს კარდიოლოგიდან 15-დან 35,000 დოლარამდე აქვს მის კოლეგებს ასულებს კანადაში. დიდი ხელფასებია განსაკუთრებით იმაში ამერიკაში ექიმებზე. არ არის ისეთი დიდი ხელფასები ჩვენთან. დავით ბატონო, მოდი თქვენ დღესაც ჩვენ უბრალოდ რეკლამაზე გავიდა და რეკლამის შემდგომ ეგება 5-10 წუთი მაინც დაუთმოთ მაყურებლებს. დაგველოდეთ ხალხო და რეკლამის შემდგომ ველოდებით თქვენს ზარს ბატონ დავით სერგეენკოსთან. თხოვთ გამორთოთ